Falsafa იტყოდა რომ კონკრეტულად გენმოდიფიკაციის შედეგად მიღებული პროდუქტი რა იმეზიანს აყენებს თუნდაც ეხლა ცხოვრებ თაობებს ან თუნდაც მათ შთამომავლებს საქმე იმაშია რომ ორგანიზმი ადამიანის ისეთი მოწყობილობაა რომელიც ნივთიერებებს შეიცავს იმის და მიუხედავად ან საკვებს რა ისტორია ქონდა ამ საკვებს წინასწარ საკვების პერსონალური ისტორია ორგანიზმს ასე ვთქვათ არ აინტერესებს თქვა ცილა სახამებელია როგორ წარმოიქმნა როგორი პროდუქტისგან იმ პროდუქტს მანამდე რა უქნეს სანამ ის გაიზარდა ეს ორგანიზმს არ აინტერესებს ამიტომ მე საერთოდ არ მგონია რომ ეს შეიძლება რაღაც საშიშროება შეიცავდეს მომავალშიც კი თან ვიმეორებ ახლა დროზე არ არის მხოლოდ არა შეიძლება 10 ადამიანს აჭამო გენმოდიფიცირებული სიმინდი 100 წლის განმავლობაში და ვერაფერი ვერ გაიგო მაგრამ 1 მილიარდ ადამიანს აჭამო ის 1 წლის განმავლობაში და უბრალოდ სტატისტიკურად სურათს მიხვდეთ ხალხო არც ევროპაში რომელიც გამოიყენებს ამ გენმოდიფიცირებულ სიმინდს და კიდევ სხვა რამოდენიმე სახეობის პროდუქტს არც აზიაში არც ამერიკაში ხალხს არაფერი ამის გამო არ მოძდით და ძალიან ბედნიერად და ჯანმრთელად ცხოვრობენ. ბატონ გიორგი, თქვენ